მალე შესაძლოა მიცვალებულისადმი მოპყრობა კანონით დარეგულირდეს. კერძოდ აიკრძალოს სასაფლაოზე ყვავილებისა და საკვები პროდუქტების მიტანა ან დატოვება, ასევე ალკოჰოლური სასმელების მიღება. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით მიცვალებული გარდაცვალებიდან მესამე დღეს უნდა დაიკრძალოს. ინიციატივის ავტორი 21 წლის იურისტი ანზორ ჯაიანია. როგორც თავად აღნიშნავს, საკანონმდებლო წინადადების მიზანია დაიცვას მიცვალებულის პატივისა და ღირსების უფლება, ამასთან გარემოს ეკოლოგიური ინტერესები. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საკითხი ქუთაისში განხილვის საგნად იქცა. პურბარელი უნდა იგზავნოს, პურბარელი საერთოდ საზღვრებაა. ყვავილები უნდა იყოს. არა, შეიძლება ანაგვიანებს სასაფლაოსაც და მიცვალებულის პატივისცემა რა ჩემი შეხედულებით. ახლა მესამე დღე შეიძლება მეოთხე დღეს მოუწიოს, იმიტომ რომ ჩვენ პარასკევობით და ოთხშაბათობით არ ვასაფლავებთ. რელიგიური კიდევ არ შეიძლება კვირაობით. ეს შეიძლება მეოთხე დღეს და მეხუთე დღეს გადავიდეს ამ პრაზნიკები ემთხოვა. რა ვიცი, რაც უნდა ისქნა, ყველაფერი უგძალიათ. აკდალულია ყველაფერი თავისთავად. ჯაბანად მათ. ყველაფერი აკდალულია რა. სულ ზარა მოგვახდეთ დედაი. შვილი მოუკვდა, კაცზე უნების სამ დღეში დამარხოთ და დაგიჭირავ და დაგაჯარიმებ. რაფერ შეიძლება, მისი შვილი საფლავზე მივა, კვერცხს მიიტანს. პასკას მიიტანს და უგზალავ შენ. რა უფლებით უგზალავ? ზოგადად რამდენად სწორია აი სასაფლაოზე რომ გაშვია? რამდენად სწორია და იგი მის გულს იფხანს იმით რომ მისი შვილი კმაყოფილია რომ მიიტანა საფლავზე. მეტი არაფერი. აბა რო იცი ხო მტარი ჭამდა საჭმელს. ყვავილები რას ფისრას უშავებს. დაჭკნება ყვავილები და გადაიხრება. 21 წლის ფიჩის კანონ პროექტია მაგ. მაგას უნდა გადაიხედათ თუ კი უნდა ესეთი რაღაცა ყველა თავის გამოჩენაზე აქ რაღაცა მე მახსოვს რომ 3 დღეს მკვდარია ადამიანი მესამე დღეს გაცოცხლდა. ახლა მოდი მესამე დღეს დამარხე და გაცოცხლდეს ადამიანი იქიდან რა შობი? მეტი დაფიქრება გვჭირდება ქართველებს. საქართველოს მოსახლეობა 95% ქრისტიანია. ამ ქრისტიანულ ადათ-წესებს ზომიერად უნდა მივყვეთ ჩვენ ქართველები და ესეთი ზედმეტი გამოხტომები არაფერში არ შეიძლება საქართველოს. არ წაადგება. სულ მაგაზე მაქვს ლაპარაკი, ნუ რა საჭიროა იქ ამისთანა ღრეობა, მე არ მესმის, დაჯექი ბატონო იქეიფე სახში გააკეთე, რაც საჭიროა, რა ვიცი, მე ასე ვიცი ყოველ შემთხვევაში თუ გინდა გადმოცემით დლებისგან და ყველგან, პასკა, კვერცხი და სანთელი მეტი არაფერში არ საჭირო. მე ყოველთვის მაგის წინააღმდეგი ვიყავი და მაგ გადაცემა ნამდვილად ყვავილები, ახლა ყვავილები ნამდვილად, იმიტომ რომ მაგალითად მე დედა მყავს გარდაცვლილი და დედაჩემს ისე უყვარდა ყვავილები, რომ აი უყვავილოთ მისვლა რაღაც ასე მგონია, რომ რაღაცა ყვავილებზე ნამდვილად არ მაქვს გართულები. ქართველი წესი, ადათი, მასე მაგას ვერ მოშლის ვერავინ. ინდა ბიძინა რა ციდან რო ჩამოვიდეს, იქ წესია, იმ წეს მიყვება ჩვენი ერი. იმიტომ ქვია საქართველო. ეს ჩვენი წესია და წესი ძუძღუშორ დროიდან მოდის ასე და ახლა გუშინდა დაბადებული ბოშმა შემეიტანა იგი წინადადება რომ არც ყვავილი მიიტანოს სასაფლაოზე კვერცხის გადაღორებასაც აგვიგზალავენ ახლა და არც პურმარელი და არც არაფერი ეს როგორ შეიძლება ვაფშე ხელებურად უნდა დარჩეს როგორცა ის ჩვენ ვიცით ვის რა მიკითხავს მაგას ახლა ადამიანი თუ დაждდება ნორმალურად წესიერ ფარგლებში ყველაფერი ერთ ჭიქას დალევს სანთელს ონთავს რაღაცას შეილუგმება ცუდი მაგაში არაფერი არაა სასაფლაოზე მიტანა მოტანა ეს არის ჭირის უფალი საქმე და რომ გინდა მიიტანოს გინდა მე მაინტერესებს თვითონ ხელახი როა 200 კაციანი 300 კაციანი ეს არ უნდა იყოს აი ეს მაინტერესებს მე იმიტომ რომ მივდივართო ევროპისკენ და ნახე თუ რომელიმე გასვენება ახლა კინოს მაინც ხო უყურებ 20 კაცზე მეტი არ არის იმაში საერთოდ და დღანან ფეხზეთან 2-3 ჭიქას რაღაცას იყვნენ მიდიან. გაუმაცხარი კაცი ყოველთვის იყო და შtilobიანად გვიჭამია ჩვენ დავიჯდავართ პური გაგვიტეხია რაღაცა ხო? ისე დასაშვები ხო არის მაგრამ? ო მასე კარგია. ანზორ ჯაიანის ინიციატივა, რომელიც მიცვალებულისადმი მოპყრობის კანონით დარეგულირებას ითხოვს, საკანონმდებლო წინადადების სახით პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ჯაიანის მიერ მომზადებულ კანონ პროექტში ნათქვამია, რომ ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 20 ლარით, ხოლო იურიდიული 10 ლარით უნდა დაჯარიმდეს. ქეთი გელაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის. პარლამენტში მაგას მიიღებენ, რო იცოდე შენ?